ემისიები რაც უშრება, ესე იგი ესეც რო განმარტოთ მსმენელისთვის, რომ გასაგები იყოს, ეს ემისიები წარმოქმნის ამ გარკვეულ საბურველს, შეიძლება ესე თქვა, დედამიწის გარშემო და როდესაც მზის სითბო შემოდის დედამიწის ზედაპირს რო ათბობს, შემდეგ დედამიწას გადაგრილების საშუალება აღარ აქვს, იმიტომ რომ ეს საბურველი, რომელსაც მე ეს დედამიწა ხო სითბოს უკან გასცემს, მას შემდეგ რაც იღებს მზისგან, შემდეგ უკან გასცემს. უკან, როდესაც გასცემს, ეს უკან გაცემული სითბო მარტივად ხსნიხლი კოსმოსში ვეღარ გადის გარეთ, იმიტომ რომ ეს საბურველი, თქვათ, აკავებს ამ სითბოს უკან გასვლას და ტრიალებს ამ ატმოსფეროს ზედაფენებსა და დედამიწის ზედაპირს შორის ეს სითბო. ხო და ამ სითბოში, თქვათ, ვიხარშებით ჩვენ ყველა და დედამიწაზე მცხოვრები ეს გარემო იქმნება. და რაც უფრო დრო გადის, ეს გამონაბოლქვი, ეს ემისიები თუ უფრო გაიზრდება, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ნახშირო ჟანგის რაოდენობა უფრო მოიმატებს და ამაზეა სწორედ ეს მთელი კვლევები აგებული, რომ ბალანსი იმდენად დარღვეულია ამ მყინვარული საფარის დნობის თეორიული გამოთვლებით ხვალვე რომ შეჩერდეს ეს ემისიები, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ხო? ამას რამდენიმე ათეული წელი მაინც დასჭირდება. მაგრამ ხვალვე რომ შეჩერდეს ბალანსი იმდენად დარღვეულია მყინვარული საფარის დნობის, რომ მინიმუმ 50 წელი დასჭირდება, რომ დასტაბილურდეს ბუნებრივ ნორმებში, რომ ჩადგეს, თქვათ.